საქართველოს დელეგაციის თურქეთში ვიზიტის დროს პროექტის მეგობრობა გზად და ხიდად იდეისა და მთავარი მასპინძელის ორხანგაზის კავკასიური ასოციაციის ინიციატივით კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა შედგა. Kartımızda tesiri prosesi gavizde mere gavizde. Atom kadiri ari asosyatif belki akşenoblemiz sarıyesiniz. Oranında gavizde arkadaşlar kadiri ari şenoblemiz firmis kompaniyası საქართველოს დელეგაცია თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების ბექა დავითულიანისა და თინათილ ნიბლოშვილის, საკრებულოს კომისიის წევრის გურამ ნიკოლეიშვილის შემადგენლობით ეწვია რაიონის ძალიან შრომის მოყვარე და წარმატებულ მერს ბატონ მეჰმედ კან უსტას. ამ შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მრავალი შესანიშნავი პროექტისა და ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ტურიზმი, რაიონებს შორის ძმობა, მეგობრობა და სტუდენტური ბანაკები. შემდეგი შეხვედრა გაიმართა იზნიკში, რომელსაც იზნიკის რაიონის მერმა, წარმოშობით ქართველმა, ბატონმა ინანჩ შაჰინმა და მისი საბჭოს წევრებმა უმასპინძლეს. ამ ულამაზეს ქალაქში ტბისა და მთის ხედებით, სადაც დიდი რაოდენობით ქართული მოსახლეობა ცხოვრობს, საქართველოს დელეგაციას განსაკუთრებული სითბოთი შეხვდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ იზნიკი რომისა და ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი იყო. სწორედ აქედან დაიწყო რელიგიური ტურიზმი, რასაც ქალაქი დღემდე მისდევს და მერიც აქტიურადაა ჩართული ამ სფეროს განვითარებაში. ნახეთ ეს როგორ დავდებს, ნახეთ, აი ნახეთ, როგორ ვიფერება ეს ნახეთ, აი. აბა გითხარით ბატონო ირფან რომელ სახში დაიბადეთ? agera სახში დაიბადე. აჰა. ბანობა agera ამ ეზოში გაატარეთ, ხო? და სწორედ ამიტომ ფიქრობთ, რომ ააშენოთ აქ პატარა ქართული მუზეუმი, ხო? მუზეუმი, ხო, იერი გავაკეთეთ. ქართული მუზეუმი გავაკეთოთ. აჰა, ქართული მუზეუმი. ჩვენ დედები აუხმარიან ჭურჭელი, ხო? ჭურჭელი
ჩასმა, სამოსი. კოსტუმები, ისინი სერიგინა გავაკეთოთ. აჰა, ულამაზესი იქნება დარწმუნებული ვარ. წარმატებებს გისურვებთ. ბანემა ჩვენს უკან მოსული ბანემა იცოდნენ ქართულ. იცოდნენ დიე. ანუ ჰათრა დავტიოთნა. რაღაცა უნდა გაგრძელება მივიცე. გაგრძელება კი. აუცილებლად მუზეუმის გახსნაზეც აუცილებლად ჩამოვალთ და ვნახავთ როგორი იქნება. კი, დაგპაიჟავ. რამდენი ხნის სახლია ესა? 112. 111 წლის სახლია ეს, ხო? რომელსაც მუზეუმში გადაიტანთ. მუზეუმში გადავიტანთ. აი, თან მაგარი. კი, ძალიან. ხო, ეხლა წეხან ჩავწერე პატარა სინქრონი და ამბობდა ირფანი, რომ აი ეს ისაო სახლიც უნდა გადავიტანოთო, ბეღელიო, საბძელიო, რა ვიცი, ყველაფერი. მხარეებთაგან განხილული თემები მოიცავდა კულტურას, ეკონომიკას, სპორტულ ტურიზმს, სტუდენტურ ბანაკებს, ქართულ მუსიკას და ქართულ ენას. შემდეგ ვესტუმრეთ და პირადად ვნახეთ სოფლები, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ. ჩავწეროთ ვიდეო, ერთი წუთი. მიწიდან ქონდა სახლი. მიწებში. მე ჩვენი ქართველები რომ მოსულან და აქო დაალაგებულან ასეთი იქ როგორ ბათუმში და აჭარაში და ხულოში როგორ ხედან სახლები იქ ხელოსანები ყოფილან და ცოდნიან მე უშენებიან აი ასეთი სახლები არ დახვდა და მე წავიდნენ. დასასრულს უახლოვდება ჩვენი ეს მოგზაურობა და მადლობა რომ მოუყანეთ ნამდვილ გამჩვენებულებს სოფელში და რასაც სიამოვნოა ნახვა იმისა რომ რა იყო როგორ დასახლდნენ ჩვენი წინაპრები მე როგორ განვითარდნენ და ძალიან მაყოფილები ვართ ძალიან მადლიერები ვართ სხვა დროს სხვა შემთხვევაში ჩვენ არ მოგეცემით საშუალება რომ ამდენი მუნიციპალიტეტი ერთდროულად გვენახა ხალხი დაგვეთვალიერებინა გავცნობადით მათ ყოფას მათ დღევანდელ ადათ-წესებს რომლებიც დიდად არის მიმსგავსებული აჭარაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულებთან და ეს სიტყვით რა ვიცი ალბათ თინათინთა რაღაცას დავამატებთ და ბატონო ადემ დიდი მადლობა იმისთვის რომ თქვენ აძლიერებთ ქართველებს ჩვენებურად თურქეთში და მინდა გისურვოთ რომ ჩვენი ურთიერთობები ვისურვა რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ გაგრძელდეს რაც დავგეგმეთ ყველაფერი გავაკეთოთ აუცილებლად მადლობა იმისთვის რომ პატარა საქართველო ააშენეთ თურქეთში და ქართველობა აქაც შეინახეთ ამ ტრადიციით და ამ ადათ-წესით ცხოვრობთ დღემდე ჩვენისათვის მოსთავმჯდომარე ამ სოფლიდან არის წარმოშობით და ჩვენთვის პატივია რომ გესტუმრეთ სოფელში თქვენთან ქართველებთან ამ თურქეთში ძალიან შორს ჩვენი სამშობლოსგან მაგრამ ჩამოვედით და აქაც საქართველო დაგვასწორებთ დავგეგმეთ რომ დავაკეთეთ ქართულ მუზეუმს ჩვენი სათვისტომოს მოსთავმჯდომარე გააკეთებს თვითონ ინფრასტრუქტურას და ჩვენ მოვამარაგებთ ექსპონატებით ნამდვილი არტეფაქტებით რაზეც ხელი მიგვიწევდა ჩვენ შევიძენთ ამას საქართველოში და აბსოლუტურად უსასყიდლო ბუნებრივია გადმოგიგზავნით იმიტომ ჩვენ გვინდა რომ ერთი აგური ავიცი ერთი პატარა გრამიტი დავდოთ ამ საერთოდ დიდ საქმეში და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენს ოჯახს მეუღლეს იდეალ ქართველს ვინც აქ ცხოვრობს კი ბატონო რა თქმა უნდა და ვინც ძალიან კარგად შეერწყა მადლობელი ვართ იმისთვის რომ თურქების მაყოფილნი არიან თურქების მადლობელი ვართ რომ თქვენ მაყოფილი ბრძანდებით და ძალიან მნიშვნელოვანი რომ თქვენ შრომელი ხალხი ხართ და ყველაერი დიდი სიამოვნებით მოგეფერებოდა და ჩაგიხუდებოდა გულში და ჩვენ მოიამაყებით დიდი მადლობა. მხარეებთაგან განხილული თემები მოიცავდა კულტურას, ქართულ მუსიკას და ქართულ ენას. შემდეგ ვესტუმრეთ და პირადად ვნახეთ სოფლები, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ. ბავშვები არიან წუწუყარები არიან არიან თუ ქალაქში ქალაქში არიან მანანა ბუა დიდი ბამბუა კი გოში რამდენი წლის კოტიოლი რამდენი წლის ადამიანი უცხარე 40 ემეშვილი და 45 პაპა ой საერთოდ დავай გაისროლ სახლი ფრთხილად არა რიგიში სუპერ
ჩვენ კარგად მე არიან ისა მომდევნულები რა გვარიეთლენ ისა ხულა ტარიალიძე ხულელები არიან ხულიდან ჩამოსულები საქართველოში ჩადიან ხოლმე? საქართველოში. კი ერთვეს იქ ვიყავ ჯევალი იყო საქართველოს ბევრჯერ ნაყოფი მაგრამ არის თავდა ქართლის და არის ქართულად არ ვლაპარაკობთ. ლაპარაკობთ და ახლა ეხატრებ ხალიფები ესე იგი 4 ხალიფას სახელი იქნება კი მართალი გზით მავალი ხალიფა აბუ ბაქრ ბადიშები არიან პირველი იყო აბუ ბაქრ حضرتي اسمه رجل كويس معلش سوغا داير ولا نمو ما يخلى يتخاف واتس عرف ولا სადაც ვარ უძველეს მეჩეთში და ნახეთ როგორიცა ეს ხაპარეცა დღე დააგვირგვინა ანსამბლი ოქროს უფროსი თაობის ულამაზესმა ცეკვებმა, საჩუქრებმა და ჭეშმარიტად ქართულმა სუფრამ. დატვირთული დღის შემდეგ სტუმრებმაც და მასპინძლებმაც თავს ბოდუნების სუფრება მისცეს. დელეგაციის სახელით ფსურს გულწრფელი მადლობა გადაუხადოთ ბატონ მეჰმედ კაან უსტას, ბატონ კადირ იუქსექს და ბატონ ინან შაჰინს გაწეული სტუმართმოყვარეობისათვის. ასევე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით იზნიკის მერის მოადგილეს, საქართველოში დაბადებულ ბატონ აჰმედ კაიას, რომელიც ამ რაიონში ტურიზმზეა პასუხისმგებელი. Super.
პროექტის ამსახველ ფოტო და ვიდეო ნიუსებზე იმუშავა მასპინძელი ასოციაციის პიარ მენეჯერმა მანანა გაბრიჯიძემ.